არ ვიცოდი რომ ეს მონასტერი საერთოდ არსებობდა ამერიკაში. თუ მე ახლოს ყოფილა ჩემთან. უბრალოდ განცხადება წავიკითხე რომ ჩამოდიან დედებიო და გვესაჭიროება თებშები, რაღაც საყოფა ცხოვრებო რაღაცებიო, ვისაც რა შეგიძლია და მაშინ გადავწყვიტე რომ გამეგო სად იყო ფილადელფიის ეკლესია, რომ წავსულიყავი და თებშები, რაღაცები, თეთრეული რაღაც ყოველდღიური რაღაც მიმეტანა და რომ მივედი ისეთი სიყვარული და ისეთი სითბო და ისეთი ქართული რაღაცა დავინახე რომ ვიფიქრე აი სად ვიყავი მართლა რაჭველი რო რა კამფე ლალი ამერიკაში 12 წლის წინ მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მშობლებმა 10 წლის გოგონა საქართველოში დეიდას და ბებოს ჩააბარეს. როცა ერთადერთ ქალიშვილს ისევ შეხვდნენ, ის უკვე 16 წლის იყო. ადამიანი ყველაფერს მიეჩვევი, ყველაფერს ისწავლი, ყველაფერს იშოვი, მაგრამ აი ამ წლებს მე პირადად ასე ვთვლი. ვერასოდეს ვერ მიუბრუნდები და ეს არის ჩემთვის, ჩემ ცხოვრებაში რაღაც ტკივილი, იმიტომ რომ ბავშვი დატოვე და უცებ დიდ ადამიანს შეეხე რო ჩახვედი და ეს იყო რაღაც რთული ჩემთვის და არ მიყვარს ამაზე საუბარი. მშობლებთან განშორებამ ნიჭიერ გოგონას ამერიკაში სწავლის პერსპექტივა შეუქმნა. დღეს სოფო შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული სტუდენტია. დღე და ღამე ავად იყო სოფო თუ ცუდად იყო თუ აი სკოლაში უჭირდა თუ საგანი უჭირდა თუ რაღაც უჭირდა, მე ვიყავი როგორ ვთქვათ ბანკი მისთვის და დანარჩენი ყველაფერი იყო ჩემი და ჩემი მშობლები და ასე ვთქვათ იმიტომ ტკივა გული აი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ აი ამ ყველაფერმა ხო ჩამოაყალიბა ეს ესეთი დამოუკიდებელი პიროვნება უკვე. ჩვენ არ ვსაუბრობთ როგორც დედა და შვილი, ჩვენ ვართ მეგობრები. სოფოს ძმა ამერიკაში დაიბადა. ბაჩო 10 წლისაა. უყვარს ამერიკა, მაგრამ კარგად იცის რომ დედა სამშობლო საქართველოა. და ეს იმდენად კარგად იცის რომ ამაყია კიდეც თავისი ქართველობით. მოცურავია და როცა არის შეჯიბრი, რა თქმა უნდა, უკრავენ ამერიკის დროშას უყურებთ და უკრავენ ჰიმნს. და ეს ჰიმნი ზეპირად იცის, მაგრამ მე მომიტრიალდება ხოლმე და მეუბნება, დედა, იცი მე გულში ქართული ჰიმნიც ვიმღერე. იმიგრანტების უმრავლესობა საქართველოზე ლოცულობს. ერთი ნაწილი ეკლესიაში ხშირად დადის. ყველას ეს არ გამოსდის. ბოლო დროს ემიგრანტების შეკრებები გახშირდა. პირველი ქართული ეკლესიის შეძენა პენსილვანიაში, პოკონოს დასახლებაში გახდა ერთგვარი საფუძველი ქართველების დიდი გაერთიანებისა. გაერთიანებამ იმედი, რწმენა და თავდაჯერება გაუორმაგა ემიგრანტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ქართული სისხლის ღიჟინა. ეს ტაძარიც იყო პირველი გამოძახილი, ეს იყო პირველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ბევრი კეთილი ადამიანის შრომით იქნა შეძენილი და მისი უწმინდესობის კურთხევით იქნა შეძენილი და ეს გახდათ, ასე ვთქვათ, პირველი მერცხალი. ეკლესიის შეძენა მარტო არ ნიშნავს იმას, რომ გააკეთო რაღაც საერო საქმე ან დაეხმარო მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეკლესიის შეძენა ნიშნავს, რომ იყოს ეკლესიაში მრევლი და დადიოდეს ხალხი და ადამიანს კონდეს სურვილი მოვიდეს ეკლესიაში და თავისი სულიერი სიმყუდროვე ნახოს ამ ტაძარში. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამას მივაღწიეთ ჩვენ. დღეს 500 ადამიანი იყო ქართველი ამერიკაში აქ სხვადასხვა შტატებიდან, დაახლოებით 4 შტატიდან ჩამოსული. და სიამაყით ვამბობთ, რომ ის ჩვენი ჩანაფიქრი, რაც იყო ჩაფიქრებული 2 წლის უკან, წარმატებით ასრულა. საკუთარი კულტურის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად ემიგრანტებს დიდი შრომა უწევთ. ყველას ყველაფერი არ გამოსდის. ზოგს ნების ყოფა ღალატობს, ზოგს ჯანმრთელობა. ყველაზე დიდი პრობლემა დროა, ურთიერთობის დრო. ეპარქია როგორც ესეთი დაარსდა უკვე 2 წელია მისი უწმინდესობის
ლოცვა-კურთხევი და მეუფე დიმიტრის უშუალოდ დიდი ღვაწლით სასიცოცხლო წყაროა ეკლესიის არსებობა დღეს აქ და უცხოეთში, სადაც ქართველები არიან. აი ეს არის როგორც უფლის საჩუქარი მართლა ჩვენთვის და ალბათ მთელი ცხოვრება არ დაგვავიწყდება მათი სიკეთე ლაშა დარბაიძე და მამა ალექსანდრე სულის ჩამდგმელები აი ამ ყველაფრის და ჩვენ ქართველები მალე კიდევ ერთი ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი, ამჯერად ნიუ-იორკში. ეკლესია, რომელიც ჩვენ შევიძინეთ State Island-ზე, ეს დააკავშირებს დაახლოებით 3 შტატს, ნიუ-იორკს, უმთავრესად ნიუ-ჯერსის და პენსილვანიის შტატს. ეკლესიას აქვს ძალიან დიდი პოტენციური საშუალება, დაახლოებით 20,000 square feet-ის ტერიტორია გააჩნია საკუთარი პარკინგით, საკუთარი დამხმარე სათავსოებით. თვით ფაქტი, რომ სოფლის დედაქალაქში, თუნდაც ისეთ ქალაქში, როგორც არის ნიუ-იორკი, ქართული გავლობა გვესმის. მშობლებს კვირადილად მიყავთ შვილები ტაძარში. ეს არის პირველი სინათლე. ის იმედი, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიციად გადაიქცევა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა. ამერიკას ეჩვევიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ეს ქვეყანა ეროვნებას არავის ართმევს. ემიგრანტების შვილები ერთმანეთთან ინგლისურად საუბრობენ. ქართული ენა აქტუალური მხოლოდ მშობლებთანაა. დღეს ძალიან რთულია ცალსახა პასუხი გასცე კითხვას, შესაძლოა კი უცხოეთში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი ქართულად აღიზარდოს. მშობლიური ენა შეინარჩუნოს. ბებიას და ბაბუას აბა ადამიანი რომ ვერ დაეკონტაქტები ქართულად, ჩემი აზრით ეს არის აშინელება. ყველა სახეს პრობლემა დღეს. სამწუხაროდ ყველას ქართული ენის არ დავიწყების, ქართული ენის ასე ვთქვათ აღდგენის ჩვენთვის, ჩვენი ბავშვებისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის. ეკლესიას ძალიან დიდი გამოსავალი ერთობაშია სამწუხაროდ ქართულ ემიგრანტებს, ისევე როგორც ქართველებს, გვაკლია ერთობა. თანდათან უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ემიგრაციის გაძლიერებაში. ახლახანს პოკონოს ეკლესიას საჩუქრად ახალგაზრდა ქართველმა ბიზნესმენებმა ახალი ტერიტორიები გადასცეს, სადაც ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკების მოწყობა დაიგეგმა. პატარა აგური გვინდა დავდოთ იმ საქმეში, რაც დაწყებულია უკვე, რომ აი აქ იდეაში გრძელდება, რომ მომავალში ჩამოყალიბდეს ქართული სკოლა, საზაფხულო სკოლა. და ეს მიწები, რომელიც ჩვენ მინდა რომ გადავცეთ ქართულ ეკლესიას, მდებარეობს ძალიან ახლოს ამ ეკლესიასთან. და გვინდა რომ ეს მიწები პატარა საჩუქარი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და გამოადგეს აი ამ ქართულ დიასპორას ჩვენი ქვეყნის გამო ვართ აქ, ესე უყურებ მე ამ ყველაფერს და აქ ჩვენ თავს პოულობთ და ჩვენი წარმატება იგივე არის იმ ხალხით და იმ ოჯახების წარმატება, ვინ ჩვენს რუხს უკან დგას. აქ რო ვაკეთებთ ამდენ საქმეს და აქ რო მუშაობ და აქ რო წვალობთ, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი წვალება და ეს ყველაფერი სწავლა და ეს შენაძენი ყველამ უნდა გამოვიყენოთ საქართველოში. აქ დამჩენი არავინ არ. უცხოეთში ჯორჯიელებს სხვებისგან ბევრი რამით გამოარჩევენ. მაგალითად, იშვიათად ნახავ ემიგრანტს, რომელიც გეტყვის: საქართველოდან სამუდამოდ წამოვედიო. ოკეანის მიღმა მყოფი ემიგრაცია საქართველოს თვალს მაინც არ აშორებს, უფრო სწორად ვერ აშორებს და ამას გულის თვალებით ხედვა ქვია. აქ დასაფლავება და დარჩენა ბოლომდე არავის არ უნდა, მე როგორც ვიცი არც ერთ ქართველს და რა თქმა უნდა ჩვენ დავბრუნდებით. ბაჩოს ხანდახან ვეტყვი რომ დედა, ქართული უნდა ისწავლო, იმიტომ რომ მე რო ინგლისური არ ვიცოდი, ძალიან გამიჭირდა და არ ვიცი უფალი როდის დაგაბრუნებ შე საქართველოში, ჩემსავით ხომ არ უნდა იყოთ. დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის პირობას და საშუალებას, რომ იყვნენ მხოლოდ ქართული ეკონომიკის ხარჯზე. და ეს დახმარება, რომელიც უცხოეთიდანაა, განსაკუთრებით ამერიკიდან იგზავნება, ეს ძალიან დიდი დახმარებაა, ძალიან. თითქმის მე ვიტყოდი სიცოცხლის ტოლფასი ბევრი ოჯახისთვის. ყველა ადამიანი, ვინც აქ მოღვაწეობს, თავისთავად უდიდეს დახმარებას უწევს საქართველოში თავის ოჯახს ან მის ახლობლებს. ასე რომ ძლიერი ემიგრაცია არის აწანდელი ძლიერი სახელმწიფოსი და ეს შეთანხმება და ეს
ურთიერთობა უკვე ჩამოყალიბდა სახელმწიფოსა და ჩვენ არსებულ დიასპორას შორის, იქნება ახალი პროექტები, განსაკუთრებით ეს იმ საკითხებში, რაც თქვათ დღესდღეობით უჭირს საქართველოს სოციალურად დაუცველ პიროვნებები, როგორც არის ბავშვები, როგორც არის მოხუცები და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული წვლილი შეგვათ მათ დასახმარებლად, ყოველთვიურად ფინანსურად მათ ვეხმარებით. ამერიკაში ქართული ემიგრაციის გაძლიერება საქართველოშიც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. რამდენიმე თვეა, რაც შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ბიზნესმენს ლაშა დარბაიძეს საქართველოს მთავრობამ საპატიო კონსულის წოდება მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი კარგი ინიციატივა და კეთილის საქმე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში. ესეთი დიდი დიასპორები, როგორც არის ქართული დიასპორა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართული დიასპორა რუსეთში, ჩვენ თვლით, რომ მიზანშეწონილია ასეთ დიასპორებს ჰქონდეთ თავიანთი სიტყვის თქმის უფლება საკანონმდებლო ორგანოებში, ისეთ ორგანოებში, როგორც არის საქართველოს პარლამენტი, რათა ჩვენი ინტერესები პირდაპირ იქნეს მიგანილი საქართველოს კონსტიტუციაში. ქართულმა ხალხმა დაიწყო გაერთიანება. გაერთიანება არა მარტო აქ, რადგან აქ არის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოშიც რამე გააკეთოს. მომავლის მიზნები არის ის, რომ ამ ქართველობამ, ქართულმა დიასპორამ, არა მარტო ამერიკაში, გავიმეორებ მთელ მსოფლიოში, გააკეთოს ის, რაც საქართველოს დღეს ჭირდება. ჩურჩხელები, თათარა, არაყი, ჩირი, ხაჭაპური, ხინკალი, ქართული ცეკვა თუ სიმღერა, იუმორი, სადღეგრძელო. ამერიკელი ქართველები ამტკიცებენ, რომ ყველგან, სადაც ქართული სული ტრიალებს, კიდევ ერთი პატარა საქართველოა. ეს ამერიკაში დაბადებული ქართველებია. ბევრმა მათგანმა პირველად ამოავლო ჩურჩხელა და სცენაზეც პირველად იცეკვა. ემიგრანტების შეკრება ერთად ყოველთვის დღესასწაული და სიხარულია. ქართველი ემიგრანტები შვილებს ქართულ ტრადიციებს აჩვევენ. გულში ყველა საქართველოზე ფიქრობს.